რუბრიკის თქვენი ობიექტივის დღევანდელი სტუმარი საჭირო პროფესიის მქონე ადამიანი მერაბ თავაძეა. ჩვენს ქალაქში ფარდულები, რომლებსაც წითელი ასოებით ვულკანიზაცია აწერია, მრავლადაა. ერთ-ერთში მერაბ თავაძე უკვე 25 წელია მუშაობს. ვულკანიზატორობა მისი ცხოვრების იდეა ფიქსი არ ყოფილა, მაგრამ როგორც თავად ამბობს, მისგან სწავლული არ დადგა და ისევ ხელობა არჩია, თან გამოსადეგი ხელობა. სწავლის მე არ ვიყავი, კითხვის მე არ ვიყავი და ავირჩიე პროფესია. ბავშვობიდან მიყვარდა მანქანებზე თამაში და ბოლოს 25 წელია მუშაობ და ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი პროფესიით. მანქანის ხელოსანი დღის განმავლობაში უამრავ კლიენტს ემსახურება. შესაბამისად, კურიოზებიც ბევრი აქვს გასახსენებელი. მოსული იყო ვიღაცა და გავუკეთე საბურავი და უკვე მომნევდა მანქანაზე რომ მიაბნია, ვეღარ მიაბნია და მე მეუბნებოდა აი ეს ბაგაჟი არა ჩემი. ვიოდი და ნახე ბაგაჟი გქონდა ამოტრიალებული და უკვე მაიყო მიღებული ზედ. როგორც შეატყვეთ, იუმორს ჩვენი სიუჟეტის გმირი არ უჩივის, გამჭრიახიცაა, რასაც მუშაობისას წარმატებით იყენებს. ადამიანს გამოვიცნო როგორ ისი იმ წუთში რო არ შევხედავ რადგენით ვაქვს ფული აქ თუ არა აქვს. ჯიბეში. თუ არა აქვს ფული, ოვნები არ ვაკეთებ, ეგარ აკეთებს ხოლმე და უშავს ხოლმე. მოვიდოდა ადამიანი დაუმატებდი საბურავს. ხო და მადლობა და მიდიოდა უკან და მადლობა არა აქაც რამდენი გადასახადი მაქვს. ავდეაქი მე და დავაწერი აგერ წარწერა. დამატება ფასიანია ძმა გურულურად დავწერი. არავითარი თვითკრიტიკა და თავმდაბლობა. მერაბ თავაძე ხმაურიან განცხადებას აკეთებს. საუკეთესო მოხალე ვარ, გვირაბი რო არის ეგრე, ხო ვიცი შემოსასვლელი, წიფი იმის გვირაბი და ნაგრე ბათუმში რომ გასავალი გვირაბია. იქამდე პირველი ნომერი ვარ და დანარჩენი ახლა მე რა ვიცი, მეორე ვერ გეტყვინა. ბოლოს იმასაც გაგიმხელთ, რომ ბატონმა მერაბმა მასზე სიუჟეტის მომზადებისთვის მადლობა ტელევიზიის, ავტომობილის საბურავის დაბერვით გადაგვიხადა.